მოგესალმებით ძვირფასო ადამიანებო, მე ვარ ბასტო, თქვენ ხართ ჩემი მაყურებლები. როგორც ხედავთ, ჩემ iPhone-ში გაივსო storage-ი და ვიდეოს ვიღებ კამერით. ვცადოთ, აბა ეხლა უკეთესი ხარისხის ვიდეოები, უკეთესად წეიღებს თუ უკეთესად დატიებს, ანუ თუ არ წეიღო, დატიახო, ანუ ერთმა ადამიანმა დაწერა კომენტარი, რა მაგარი იქნებოდა, რომ ჩარჩოში რენდომზეო, რენდომ კომენტარი იყოსო და გადავწყვიტე და დიდი მადლობა ამ იდეისთვის. საპატიო არ არსებულ ციფრულ ჩარჩოში ჩამოვკიდოთ თქვენი კომენტარები, თუ ძალიან დაზუმავთ, დაინახავთ, რომ მართლა კომენტარია. მოგეხსენება დღეს არის 8 მარტი, გილოცავთ ქალბატონებო და ცოტა ისეთო ბატონებო, აი ვინც ვარდისფერი მაისურეთ. მოგიგილოცავთ ქალბატონებო 8 მარტს, აგერ ეს ყვავილი ჩემგან, აგერ ეს შოკოლადები ჩემგან, აგერ ეს ბურგერი ჩემგან, ვახ. აგერ ეს iPhone-ი ჩემგან თქვენ და რა ვიცი რა, ყველაფერი კარგი მინდა თქვენთვის როგორც ხედავ და არაფერი არ მენანება. მანქანაც რომ შემოაგორო თუ შეიძლება. შემოაგორე? აი ეს მანქანაც თქვენია. უღრმესი მადლობა რომ არსებობთ. PSP-მ გადაიღო 8 მარტოდ ვიდეო რგოლი, რომელიც ემსახურებოდა დაახლოებით რომ სელექციური აბორტი ცუდია და გოგონა საუბრობს თავის იმაში რა ქვია მონოლოგში რომ ეს რომ ჩემ რო შეძლებოდა ამას მაჩუქებდა, იმას მაჩუქებდა, ეს მაჩუქებდებში იყო გამოყენებული პროდუქცია, ანუ მაგალითად რაღაცა შამპუნის მაჩუქებდა, რაღაც კონკრეტული ბრენდის შამპუნი, მაგრამ ვერ დავიბადე და ვერაფერს ვერ მაჩუქებდნენ და ბოლოს სელექციური აბორტის გამო ეს სელექციური აბორტი არ ვარგა ჩემი აზრით, გასაგებია, არც ზოგადად რა ვიცი. ბიჭებიც არ დაბადებული ბიჭებიც სოდოები არიან ჩემი გადმოსახედიდან. ცოტა არაესთეტიურად მომეჩვენა ეს დამატენიანებლის და შამპუნის აი ამ რეკლამა ამ ვიდეო რგოლში, ამ შინაარსის ვიდეო რგოლში რა. PSP-ს მიმართავ თუ გინდათ რომ კარგი საქმე გააკეთოთ, ფასები დააკელით წამალს და 5800%-იან მარჟაზე აღარ გახვიდეთ და გადეთ 5300%-იან მარჟაზე და მე სხვა აფთიაქებით მოგბაძავენ. ამბობენ რომ მოთხოვნა არისო ესეთიო რომ სპაიდერმენიო, კაროჩეო, პიტერ პარკერი იყოს გეიო. მე მაგას ვერ ავიტან მართლა გეუნებით, არანაირი პრობლემა არ ავისთან არ მაქვს, მაგრამ სპაიდერმენი, პიტერ პარკერი არ არის გეი რა. და არც უნდა იყოს, მაგას მირჩევნია სპაიდერმენის მაგივრად მართლა რა პიტერ პარკური ერქვას, გადააკეთონ სახელი პიტერ პარკურად და დარჩეს ჰეტერო, ვიდრე პიტერ პარკერი იყოს, სპაიდერმენი იყოს. და ედი ბროკთან კონდეს სექსუალური ურთიერთობა. მოსამართლე ამტკიცებს, რომ 13 ტომიანი საქმის განხილვა ერთ ღამეში მოასწრო. ანუ მოსამართლე, რომელიც განიხილავს სიმპატიმრების საქმეს, 13 ტომიანი საქმე ერთ ღამეში წავიკითხეო, მაგრამ ჰეითერები ამბობენ, რომ ერთ ღამეში ვერ წაიკითხავ 13 ტომიან ვერაფერს საერთოდ, 13 სერია ტომი და ჯერსაც ვერ ვყურებ. ჩემი გადმოსახედიდან კიდე შესაძლებელია ძალიან, იმიტომ რომ მართლა არსებობს ესეთი სპორტი, სწრაფი კითხვა ქვია და თუ სწრაფი კითხვა ბავშვობაში თუ ჰობი იყო შენი სწრაფი კითხვა, სპორტული კითხვა, შესაძლებელია რომ 13 ტომიანი წაიკითხო და 14 ტომიანი წაიკითხო რა. ნახე რა სიტყვით. არა შესაძლებელი? ასე არა. მოკლედ რაც არ იცით, ამიტომ და რაზეც ინფორმაცია არ გაქვთ და შეიძლება თქვენს ბაბლში არ იყოს გავრცელებული, მაგას შეურაცხყოფას ნუაყენებთ ნურავის და ნურც ეჭქვეშ ნუაყენებთ ნურავის კომპეტენციას. კაი, მოდი შევეშვათ ამ ყველაფერს, გადავიდეთ, რაზე გადავიდეთ. გადავიდეთ იმაზე, რომ ალისონმა დედამისის რაღაცის თქმა მინდა რა, აი სეტანტას ბიჭები, ანდრო ხელაძე და ნიკოლოზ ტაბატაძე იყვნენ წასულები, პარის სენ-ჟერმენი ლივერპულის თამაშზე იყვნენ წასულები და ლაივში, ანუ ტაფსონა და ანდრო პარიზში აკომენტატორებენ PSG ლივერპულს ლაივში. იყო ეგეთი თემა იყო რა და YouTube-ზე სტრიმავდნენ უფასოდ, ანუ წარმოიდგინეთ თამაში ისტრიმებოდა YouTube-ზე უფასოდ. ჯერ ეს ერთი პირველ რიგში მინდა აქედან დაგიფიქსიროთ, რომ მაგარი ემოციები იყო, ბევრად ჯობდა. ანუ ბევრად იგრძნობოდა, რომ იქაური მუხტი თქვენზე გადმოდიოდა რა და იქაური ამბავი ჩვენამდე უკეთესად მოდიოდა, ვიდრე მოდის ხოლმე საკომენტატორო კაბინიდან, მაგრამ მანდ ერთ რაღაცას დავაკვირდი, მე სტრიმ YouTube-ზე ვუყურე, მიუხედავად იმისა, რომ სეტანტა მაქვს, მაინც YouTube-ზე ვუყურე. სადღაც 90 წუთი არის თამაში და 90 წუთიდან ჯამში ალბათ 4 წუთი ამონათებდნენ ხოლმე რა, ანუ ჩანდნენ ესე ვიზუალურადაც ანდრო და ტაფსონა.
და კომენტარები ეგრევე, აი როგორც კი გამოჩნდებოდა, ეგრევე ჩააქრეთ. აი მაგალითად, ჰაკიმი რო წყალს სვამდა, აი მაგ დროს ამონათებული იყო და აი კომენტარებში როგორი ის მიდიოდა, იცი რა, აუ ჩააქრეთ, რა ვაფშე გათიშეთ რა, ანუ აი რა არის სახეები გააქრეთ, რა გვაყურებინე ფეხბურთს, ანუ როგორ მინდოდა, აი როგორ მინდოდა, რომ რეჟისორი ყოფილიყავი მან და ჩამეკრო მართლა. ოღონდ მთლიანად ჩამეკრო. ანუ ვაფშე ჩამეკრო. ან ჩამეკრო თამაში და ან დრო და ტაფსონა გამომეყვანა მარტო და მაგის ან ტაფსონას სათვალის, ან თავის, ან არეკლზე დაგენახათ თამაში. მართლა დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი. კვარა რაც გააკეთა პირველ ტაიმში უფრო ალბათ ძალიან მაგარი იყო. ანუ ეთყობოდა რომ აქ დღეს მე ვარ ბოსიო თქვა რა. პროსტა როგორც თავიდან დავიწყე ალისონმა საკუთარი დედის ყველაფერი აიღო ისი აღებად შეეძლო რა. მარიამ კამაზი. ერთი რაღაცის თქმა მინდა. ამის თქმა აუცილებლად მინდა რა. ძალიან გავრცელდა, აი მაგარი პოპულარული გახდა. გიმსის განდაგან, აი აი ძალიან პოპულარული გახდა. ჩვენ კახაბერი როა, ხო იცით კახაბერი და ხანუმები როა. ჩვენს კახაბერს რემიქსი აქვს იმისი, რა ქვია, აჭარული ეს დისკო ვერსია. ვაიმე რა მაგარი. ძალიან მაგარია რა, ტამტამის ის შესვლა, მართლა მაგარი მომენტია. და მინდა რომ ამაზე თუ გაკეთდება ედიტები, ოღონდ UFC-ს ფაითერების, მერაბ დვალიშვილის, ილია თოფურიასი, რავი, ყველასი რა, რომან დოლიძის თუ გინდა გიგაჭიკაძე იქნება, ყველა ნებისმიერ UFC-ს ფაითერის ძალიან მაგარი იქნება, იდეას გეუბნებით, სამ ტამტამი შედის ვარჯიშის მომენტები იყოს, მერე დისკო ის რო შევა დარტყმები და მერე უკვე რო დედენდერერერედენდერერერედენდერერერედენდერერ რო შევა, უკვე ჩემპიონებს რო წევენ და უკვე რო აი რესტორანში რო ქეიფობენ და უკვე წარმატებას რო ზეიმობენ და ირგებენ აი ეგ მომენტები რა. აი ხა გავჩერდები და ამას მოусმენთ, просто რა მაგარია. არა მოვა და გული დანა. ოი ნანი და ნანი და ნანა. 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 მე მაქვს ახალი კონტენტის იდეა, ძალიან განსხვავებულია, ხა ვიცი რომ არ არის განსხვავებული, მაგრამ მაინტერესებს მართლა რა. მინდა რომ ღია ბაზარივით გავაკეთო, ესე დავარქვა მაგალითად ჩემთან ჩაიზიან, ჩემთან ბაიტზიან, ჩემთან დივანზე, ან ჩემთან ლოგინის ქვეშ ნებისმიერ რაღაცა ჩემთან და მქონდეს აი აკლიოზის პროცესი, აი ღამის 4 საათზე რო ადამიანები რო არაადეკვატურად ფიქრს იწყებენ და უფრო ისეთ რაღაცებზე დაფიქრდებიან ხოლმე, რაზეც საერთოდ არ ფიქრობენ და მე ამ ყველაფერზე უაზროდ იცინიან, აი ეგ პოდკასტი რო გავაკეთო. რო სტუმრები მოვიწიო ხოლმე მაგ დროს ღამე და აი უკვე რო აი რეძინება ადამიანს და ცოტა რო ვერ არის კარგად და ვეღარ აზრუნებს და აკლიოზშია გადასული, აი მსგავსი პოდკასტი გავაკეთო. ანუ მსგავსი კონცეფცია hot ones-ი რო იყო და კიდე ციცაკები ქართული ვერსია მაგისი, ანუ ცხარეს რო აჭმევენ და ცხარეზე რო ინტერვიუშია და მე ცხარე ეს ვლაპარაკობენ. მაგარი პოპულარული ეგეც არის, ანუ ადამიანის სტრესულ მდგომარეობაში რაღაცა სიტუაციაში ნახვა და მე მაგრად მაინტერესებს თუ მოგეწონებათ მართლა მე მაგ ეგიდია რომ თან ბევრ ადამიანს ესე პირადად ვიცნობ, ყველა იუთუბერს თითქმის ესე პირადად ვიცნობ, ვიცი რა კითხვა დაუსვა, ვიცი რაზე უნდა ვესაუბრო, რაღაცა იუთუბი რომ გააკეთეთ, რაზე ფიქრობდით. აი ეგეთ კითხვებს არ დაუსვამ, რასაც უსვამენ ხოლმე ხშირ შემთხვევაში. უფრო სადღაც სხვაგან წავიღებ რა. აი მაგალითად ვიცი რომ ჰიტას აქვს ტატუ, რომელიც რა ვიცია, საერთოდ არ შეესაბამება ჰიტას. ჰიტას არს ძველი ტატუა ძალიან გაიკეთა ალბათ 15 წლის წინ, მაგრამ არ შეესაბამება, მაგრამ მე შემიძლია მაგ ჰიტა ბოდიში თუ გაგიბაზრე რაღაც, მაგრამ მე და ჰიტა სხვადასხვა ნათესავები ვართ, ასევე რაბანა. ანუ მე და ჰიტა ვართ, რაბანას მეჯვარეები და ნათესავები ვარ და შემიძლია რომ აქედან შეჩემები და რაღაცები უთხრა შეჩემა, ჰიტა შეჩემა. ხო და შემიძლია რაღაცებიც გაუბაზრო, ეხლა ნათესავი არ გადამაგდებს.
მესიზე ალბათ ყველა მოვიცეთ, რომ აქვს ყველაზე მეტი ოქროს ბურთი აღებული, ყველაზე მეტჯერ აქვს აღებული ძალიან დიდი დიაპაზონით Man of the Match-ი, მსოფლიო ჩემპიონი გახდა, კოპა ამერიკა მოიგო, ყველაზე მეტი გოლს პლუს ასისტი აქვს, ყველაზე მაგარი ფეხბურთელია, ყველაზე მეტი ტიტული აქვს, ეგეც დიდი დიაპაზონით. ანუ ბევრი რაღაცა ისედაც ვიცით, მაგრამ არის რაღაცეები, რაც მესიზე არ ვიცით რა. ამ რაღაცებიდან შეიძლება ესენიც იცოდეთ, მაგრამ მე მაინც მგონია რომ მაყურებელი ვინც მყავს და მიყურებს, ოღონდ ის არ გეგონათ, რომ ფეხბურთზე რო დავიწყე საუბარი, რომ ფეხბურთი არ მევასება და მოდი გადავრთავ, არა, ანუ ისეთ რაღაცებს ვიძახი ახლა მესიზე, ისეთ რაღაცებს ვიტყვი, რაც აი არასაფეხბურთო ამბავში მესი რა. მესი დაიბადა არგენტინაში, ძალიან ღარიბ ოჯახში, რა თქმა უნდა, როგორც ყველა მაგარი ფეხბურთელი და ყველა მაგარი სპორტსმენი. უმეტესობა რა თქმა უნდა დაიბადა ღარიბ ოჯახში და ძალიან უყვარდა ფეხბურთი, ანუ საერთოდ ფეხბურთის ბურთის გარდა საერთოდ ვერაფერში ინტერესს ვერ პოულობდა რა. ანუ ლაპარაკიც უჭირდა თავიდან, წერა-კითხვა ძლივს ისწავლა, ანუ სკოლაში რო სკოლის მაგის კლასელები და მასწავლებლებზე რა თქმა უნდა ინტერვიუ ჩამორთმეულია და საუბრობდნენ რომ ძალიან უჭირდა წერა-კითხვის სწავლა, მაგრამ არის ესეთი თამაში, აი ფიზიკური აღზრდის ერთ-ერთი აი საგანი რო ავიღოთ, აი ბუშტი არ უნდა დაგივარდეს ის და მაგაში ყველაზე მაგარი იყო რა თქმა უნდა რა. ტიპი იყო, ანუ საბოლოო ჯამში ჩემი გადმოსახედიდან ნიჭი, ყველა ადამიანს აქვს ნიჭი, ანუ ნიჭის ნიჭი ყველას გვაქვს საერთოდ რა, ანუ ყველას გვაქვს იმის ნიჭი, რომ რაღაცა მაგრად დავამოღამოთ. ოღონდ ეს მაგრად დამოღამება არის კონცენტრაცია, ანუ რაზეც ბავშვი ანუ ახალგაზრდები კონცენტრირებულები ვართ, რომ ვისწავლოთ და სიამოვნებს მოგწონს ვერთობით ბავშვებზე მაქვს საუბარი, იმას ძალიან მაგრად ვსწავლობთ. საბოლოო ჯამში ბავშვიც ახლა მე აი თუ ვინმე თინეიჯერი ან ოდნავ დიდი თუ მიყურებთ, თუ დამოღამული გაქვთ, რომ რასაც ბავშვობაში აკეთებდით, ის დღემდე მაგრა გამოგდით. აი მაგალითად, ვინც counter-ს თამაშობდა ბავშვობაში, რომ დააბა, ერთი 20 წელი საჭმელი არ აჭამოდა გამოუშვა counter-ს, მაგრა ითამაშა და შეიძლება ვერ დაგელაპარაკოს. წარმოიდგინეთ, ბავშვი 1 წლიდან 4 წლამდე სწავლობს სიარულს, საუბარს და ენას. ანუ ენას და საუბარს ცალ-ცალკე ვამბობ, ხა ქართულად საუბარი და აბდუბიდაბიდურბუს თქმა სხვადასხვა რაღაც არის რა, რომ სწორად ვთქვა გრამატიკულად, რა ვიცი, როგორ გამოვთქვა, როგორ თქვა, როგორ თქვა, როგორ თქვა. აი ბავშვები ეგრევე 3 წელიწადში ყწჭძპწს ამბობენ და აი ხა რომ ვინც იწყებს სწავლას, მაგალითად ვიღაცა ინგლისელმა რომ დაიწყოს ქართული სწავლა დიდ ასაკში, რავი 10 წელი დაჭირდება, რომ აი ეს არ ვილაპარაკოს მაინც. ხო ხვდებით რას ვამბობ, ანუ წარმოიდგინეთ ბავშვი ყველაზე რთული რაღაცა რაც არის, ანუ ტიპი არ იცის, ვაფშე პირველად იყურება, ანუ აზრზე არა ხდება დაიბადა და აზრზე არ არის რა ხდება. ანუ ყველაფერს პირველად ხედავს, აი თან აი ამ ყველაფერს რო პირველად ხედავს, მაგას აღიქვამს, სწავლობს ვინ არის, დედა ვინა, მამა ვინ არის, ვაფშე რა ხდება საერთოდ რო დაიბადა, რა სულ თქვა, ანუ რეებს აკეთებს, ან ყველაფერს პირველად აკეთებს და ამ პირველად კეთებაში ტიპი სწავლობს სამ ყველაზე რთულ რაღაცას, ანუ სხეულის მოძრაობას, წონასწორობას, საუბარს და ენას. ანუ წარმოიდგინეთ რა ნიჭიერი არის ბავშვი დაბადებისგან რამდენიმე წელი რა და რაზეც აი მაგით ვამბობ ხოლმე რომ იმეს თუ შვილი გეყოლებათ, არ ვიცი, თუ გეყოლებათ კი რა შვილები რო გეყოლებათ, ესე ვიტყვი მოდი, შვილები რო გეყოლებათ, იცოდეთ რომ აი რაზეც დაინტერესდება ბავშვი მიაწეკით, ანუ არ ვაფშე გაანებეთ თავი რა, მიაწვეს და ბევრად მაგარი იქნება მაგამ ბავშვი, ვიდრე აი რომ მამა რახან ადვოკატი ყავს, შვილიც იურიდიულზე ჩააბარე. ვიცი ძმაო რომ 107,000 წელი თავით, მაგრამ მამა შენი არის იურისტი და მოდი იურიდიულზე ჩააბარე. აი ეგ დამოკიდებულად დაიკიდეთ რა. ხო, საწავედი რომ მესი ანუ იმდენად კონცენტრირებული იყო ბურთზე, რომ სხვა დანარჩენი ყველაფერი უჭირდა, იმიტომ რომ აი რო კითხობდა, ალბათ მაგით დროსაც ბურთზე ფიქრობდა. და ჩვენ კიდე ვნახეთ რამხელა რაღაც არის, როდესაც ყველა ფრეზზე, როცა რაღაცას აკეთებ, ბურთზე ფიქრობთ მაინც რა, რა მაგარი ფეხბურთელია, სულ თავი დავანებოთ მიღწევს, რა მაგრა თამაშობს, ანუ ახლოსაც ვერ მივა ვერავინ, ვისაც ფეხბურთი ესმის და ვისაც ფეხბურთის ესთეტიკა ესმის. აი ყველა 0%-ია რომ ზე მაგარი ვინმე გეგონოთ. მესი თამაშობდა ძალიან მაგრა, აი ძალიან მაგრა თამაშობდა, პრობლემებსაც კი უქმნიდან ახალგაზრდობაში, იმდენად მაგრა თამაშობდა, იმდენად უგებდა ყველას, რომ ვერაფერს ვერ უშვებოდნენ სტადიონზე და ეჩხუბებოდნენ ხოლმე რომ რატო გვიგებო. ეგ ბავშვი როცა იყო რა და წარმოიდგინე ეგრე მაგრა თამაშობდა და ესეთი ბარსელონას სკაუტი იყო, კარლეს რეზაკი იყო, რომელმაც აღმოაჩინა მესი, უყურებდა, როგორც კი დაამთავრა მესი თამაში წაიყვანა ტიპი და იმდენად ჩქარა უნდა მესის გაფორმება, რომ ხელსახოთზე მოაწერეს, გააკეთეს კონტრაქტი, ანუ უცებ ფურცლის
მოძიების დროც არ დახარჯეს, ანუ რა ის ფურცლის მოძიება, ეს ტიპი უნდა იყოს ბარსაში. აიღეს ხელსახოცი და ხელსახოცი დაწერეს კონტრაქტი და კონტრაქტში ეწერა რომ რაც საჭიროა ძმაო ყველაფერს გავაკეთებთ ხელი მოვაწეროთ ოღონდ აი მსგავსი სახის შეთანხმება იყო რომ ანუ რომ იქიდან მამამისაც ან მაგის ოჯახის წევრებსაც არ ყოფილიყო რომ მაიცა თუ ეს მოხდა თუ ეს არა რაც არ უნდა მოხდეს ძმაო ყველაფერს ვიზამთ აი დაახლოებით ეგეთი კონტრაქტია რა ამოვანათებ კონტრაქტს და ეს მესი აიყვანეს მე აღმოაჩნდა მესის ზრდის პრობლემები. ხო იმედად პატარა იყო ბარსელონაში რომ მიიყვანეს აკადემიაში რომ ფეხბურთელებს მაგის გუნდელები გააფრთხილეს რა. მწვრთნელი ვინც იყო, როდოლფო ბორელი იყო, მათი მწვრთნელი გააფრთხილა ფეხბურთელები რომ ფრთხილად ეთამაშეთ, don't break him, ანუ არ გატეხოთ, არ დაამსხვრიოთ რა. ანუ იმდენად პატარა იყო რომ შეიძლება ვიღაცას დაემსხვრია, დაემტრია, ანუ პირდაპირ მნიშვნელობით დაემტრია. პატარა იმიტომ იყო რომ ჭირდა ზრდის პრობლემები ბოლოს როგორც აღმოჩნდა, ვერ იზრდებოდა. დოქტორ შვარცშტაინმა მესისზე თქვა რომ მოკლედ ვერ გაიზრდებაო, ვერ იზრდებაო, იყოსო წამალი უნდა იყიდოთო, რომელიც ძვირი ღირდა, მაგ დროს ესე წერია რომ $1500 ჯდებოდა თვეში, ეგ წამალი რომ მესის ფეხებში ეკეთებინა და მესის ფეხები გააზრდოდა. ანუ მესის ფეხები თუ არ გაიზრდებოდა და სიმაღლეში თუ არ გაიზრდებოდა, რა მაგარი ფეხბურთელიც არ უნდა იყოს, სიმაღლეში თუ ხარ 1.45 ყველა ანუ ძალიან დაიჩაგრები რა. ამიტომ ბარსელონამ დაუფინანსა იგეც, რა თქმა უნდა, კონტრაქტი შეწერა ნებისმიერ რამე რაც საჭირო არისო, დაუფინანსა იგეც და მესის ეს ზრდის ჰორმონები რასაც ფეხში იკეთებდა, დაუფინანსეს რა. წარმოიდგინეთ, ეგ დაავადება, რაც მესის ჭირდა 20 მილიონ ადამიანში ერთს ემართება. ანუ წარმოიდგინეთ ადამიანს, რომელსაც ყველაზე მეტად ყველაზე კარგად შეეძლო ფეხბურთის თამაში, ჰქონდა პრობლემები, რომელშიც მეცნიერული ჩარევა რომ არ ყოფილიყო, უბრალოდ ვერ ითამაშებდა რა. მაგრამ ალბათ 7-8 მილიარდიდან ერთს ემართება ის, რომ მესისნაირი მაგარი ფეხბურთელია რა. ანუ სადღაც არ გაუმართლა, სადღაც მაგრა გაუმართლა. აქედან იწყება უკვე ის საფეხბურთო ისტორია მესის, რაც ყველამ ვიცით, გახდა ყველაზე მაგარი ფეხბურთელი, მაგრამ აი ამ საფეხბურთო ისტორიის ანუ საფეხბურთო კარიერის პერიოდშიც აქ ძალიან საინტერესო რაღაცები გაკეთებული. ჩემი საყვარელი ისტორია, აი ხა ჩემი საყვარელი ისტორია რა არის? კრისტიან ტელიო იყო ესეთი ფეხბურთელი ბარსელონაში, მე ბეტისში თამაშობდა, მგონი ალმერიაშიც თუ რაღაცა. ელჩესი არ ყველგან ბევრგან თამაშობდა, მაგრამ ბარსაშიც თამაშობდა რა. და კრისტიან ტელიო, აი გეტყვით, ეხლა ორი ფეხბურთელი იყო რა. ვინგერი იყო ბარსელონაში, რომელსაც აი FIFA-ში პიკ რეიტინგი ჰქონდა 80. ანუ 80-ზე დიდი ვერ არ იყოფილა რა ტელიო რა და ესეთი ინტერვიუს დროს ტელიომ თქვა ესეთი რაღაცა რომ ჩემი შვილი გაჩნდა, ანუ შვილი გამიჩნდაო და ყველა მთელმა ბარსელონას ფეხბურთელებმა მომიტანესო რაღაცა საჩუქრები მაჩუქესო, მესი არ მაჩუქაო რა და მოვიდაო ჩემთან მესიო და გილოცავო შვილი რო შეგეძინაო და ჩემი საჩუქარი მოედანზე დაკვდებაო და ოჩე გავიდნენ, დაიწყეს თამაში და 3 საგოლე პასით მესი ჰეტრიკს ასრულებინებს კრისტიან ტელიოს. ანუ ოღონდ რამდენი პასი მეცა, ეს 3 გაატანა, თუ ერთი 6 ჯერ გაიყვანა ერთ-ერთზე რა. 6 ჯერ გაიყვანა ერთ-ერთი 3 გოლი გაატანა, ჰეტრიკი შეასრულებინა. ჰეტრიკს როცა ასრულებ მოედანზე, რო იცოდეთ ეს საფეხბურთო ამბავია. ჰეტრიკს როცა ასრულებ, იმ ბურთს გჩუქნიან, რომელთაც ჰეტრიკი ანუ იმ თამაშიდან ბურთს გჩუქნიან, ან ბურთს გატანენ. ანუ ჰეტრიკი რამდენს ეხა მესის რო აქვს ბევრი ჰეტრიკი, ბევრი ბურთი უდევს სახლში, მაგ ჰეტრიკის საბადოს ემოთ. და ის ჰეტრიკი ხო შეასრულებინა, ბურთი ხო აჩუქეს. გამოართვა ის ბურთი. ხელი მოაწია და კრისტიან ტელიოს შვილის სახელი დააწია და აჩუქა რა. ტიპა წარმოიდგინე. ანუ უმაღლესი, ანუ ფეხბურთის იქ არ ვართ რა, სადღაც YouTube ლიგაზე არ ვართ რა, ანუ ვართ რეალურ ფეხბურთში, უმაღლესი დონის გუნდები თამაშობენ და მესი რა დარწმუნებული არ თამაშამდე ტიპს ეუნება, რომ შენი საჩუქარი მოედანზე არისო, გადიან და აი 80 რო აქვს პიკ რეიტინგი ტელიოს, ანუ სულ 5 გოლი რო ქონდა გატანილი, ჰეტრიკს ასრულებინებს და 3 საგოლე პას თვითონ უკეთებს. სხვათა შორის ვიცოდეთ, ანუ კიდე აი მეტად რო გაიგაზოთ რამხელა რაღაც არის კრისტიან ტელიოს რო ჰეტრიკს ასრულებინებს, ნეიმარს სულ 2 ჰეტრიკი აქვს ბარსელონაში შესრულებული. და ალბათ 5 ჯერ მეტი თამაში აქვს ნათამაშები. და თან ნეიმარია, ტელიო არ არის. ანუ წარმოიდგინე კრისტიან ტელიოს შეასრულებინა ჰეტრიკი. Hoy te cuento mi historia, el cómo,
el cuándo. No soy diferente, soy como tú. He llegado hasta aquí soñando. No creas que soy más bueno que nadie. No ha sido eso lo que me trajo aquí. Lo que pasa es que despertaba y seguía soñando hasta que lo conseguí. Como tal vez cualquier niño, como Tolkien para sus libros. Tú tan fuera de lugar, tantas buenas cartas y jugar tan mal. No te da vergüenza mirar a tus hijos y decirles que no. Ეგეთ რაღაცებს აკეთებდა, ანუ ეგ გაკეთებული 7 ოქროს ბურთი აქვს მოგებული. მოკლედ მე ძალიან იღბლიანად მიმაჩნია თავი, რომ რონალდო მესის ეპოქაში დავიბადე, რონალდო მესის ეპოქაში ვიცხოვრე, რონალდო მესის ეპოქაში შემიყვარდა ფეხბურთი, რონალდო მესის ეპოქაში ვიყავი მესისკენ, რონალდო მესის ეპოქაში ვიყავი იმ ასაკში, როდესაც ყველაზე გულმოდგინედ გულშემატკივრობდი გუნდს, ანუ ეხლაც გულშემატკივრობ ბარსას, მაგრამ აი სკოლის პერიოდში რომ ბარსელონას გულშემატკივარი ვიყავი, ბარსელონა რომ თამაშს აგებდა, მეორე დღეს სკოლაში ყველაფერს ვაკეთებდი, რომ არ წავსულიყავი, იმიტომ რომ ანუ შეუძლებელი იყო იქ სკოლაში წასვლა რა, იმდენად აი მაგ დროს მაგასაკში ყველაზე მეტად გულშემატკივარი ხარ და ძალიან იღბლიანი ვარ, რომ მესი თავიდან ბოლომდე ჩემი სკოლაში რომ ვიყავი, მაშინ თამაშობდა ბარსელონაში რა, ანუ მაშინ იყო რა. ამიტომ იცოდეთ, მეგობრებო, კარგად დაიმახსოვრეთ რა. ეს სამოტივაციო სპიჩივით გამომდის ხმენ ბოლოს ყოველთვის, მაგრამ სამოტივაციო უფრო არ არის, უფრო ინფორმაციულია, რომელმაც მოტივაცია უნდა მოგცეთ. ეს ადამიანები, ეს 5 ადამიანი, ეს ბებია, ექიმი, სკაუტი, მწვრთნელი, აი ეს ადამიანები ყველას ძალიან დიდი როლი აქვს, რომ მესი ფეხბურთელი გახდა. ანუ ერთ-ერთი მაინც რომ არ ყოფილიყო ამ 4 საფეხურიდან, 4 რგოლიდან, ერთ-ერთი მაინც რომ ამოაგდო, შეიძლება მესი საფეხბურთო სამყაროს და გულშემატკივრებს ვერ გვენახა. ეხლა წარმოიდგინეთ რამხელა დანაკლისია ფეხბურთის გადაახვიეთ, ეხლა ეს ფეხბურთი, რაც რა ფეხბურთიც არის და მესი იქიდან ამოიღეთ. ანუ რამხელა დანაკარგია საფეხბურთო სამყაროსი. ანუ ის ადამიანი, ვისაც თავი ჩვეულებრივი ექიმი ეგონა, იმას ჩვეულებრივი სკაუტი ეგონა, იმას ჩვეულებრივი ბებია ეგონა თავი, ანუ ამ ადამიანებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს, რომ საფეხბურთო სამყარომ მესი არ დაკარგა. ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ არ არის აუცილებელი მესი არ არის აუცილებელი განსაკუთრებით მაგარი იყო რაღაცაში. ჩემი გადმოსახედიდან ყველა ადამიანს გვაქვს ჩვენი როლი და ყველა ადამიანს გვაქვს ჩვენი მისია და ყველა ადამიანს გვეძლევა შანსი, რომ ყველაზე დიდი რაღაცაში, ძალიან ყველაზე დიდ რაღაცაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. ამიტომ დღეს თუ ესე არ ხდება, ხვალ თუ ესე არ მოხდება, გუშინ თუ ეგრე არ ხდებოდა, არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ როლი არ გაქვთ. ანუ ზუსტად ისე როგორც აი ეს რეზაკი, ბატონი კარლეს რეზაკი, რომ რამდენი წლის იყო, არ ვიცი, ჩვეულებრივად ცხოვრობდა, ჩვეულებრივად ბარსელონას ის იყო, ჩავიდა და მესი აღმოაჩინა. ანუ რაღაც ეტაპზე მესი აღმოაჩინა, ბრილიანტი აღმოაჩინა. ეს ბრილიანტი აუცილებლად გაჩნდება თქვენ ცხოვრებაში. ამიტომ არასდროს არ დანებდეთ, არასდროს არ მოიწყონთ, არასდროს არ ჩამოყაროთ ყურები. ერთადერთი მოტივაცია, რაც უნდა გქონდეთ, არის გადარჩით, დიდი ხანი იცოცხლეთ, გაუფრთხილდეთ ჯანმრთელობას, გაუფრთხილდეთ ადამიანებს, იმიტომ რომ ეს ადამიანები შეიძლება რომელიღაცა დიდი ნაწილის ერთი აგურნი იყვნენ, გაუფრთხილდეთ ერთმანეთს და რაც უფრო ეგრე მოიქცევით, მით უფრო ნაკლები მესის დაკარგავს საფეხბურთო სამყარო იქნება თუ ნებისმიერ სამყარო რა. Peace.